მოკლედ მინდა შევეხო მიუნხენის კონფერენციას და ვენსის გამოსვლას. მე ამ უსაფრთხოების კონფერენციას კარგად ვაკვირდებოდი, ყველა გამოსვლას კარგად უსმენდი და დამრჩა ესეთი განცდა, რომ არა მხოლოდ უკრაინა არის საშინელ დღეში, არამედ თავად ევროკავშირიც ძალიან ცუდ დღეშია. ევროკავშირს დედა უტირეს იმ ევროპარლამენტარებმა და იმ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებენ და რომლებიც თითს უქნევენ ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას. აი მაგ ადამიანებმა დააღუპეს და დაანგრიეს ევროპა. ამ კონფერენციამ ნათელი გახადა ის პროცესები, რა პროცესებიც არის დაწყებული უკვე კარგა ხანია. მე სულ ვიძახდი, რომ აი ეს შოლცები, მაკრონები, კალასები და ვიღაცა ჯანდაბები პირველ რიგში თავისი პოლიტიკით საფუძველს აცვლიდნენ ევროკავშირის სიძლიერეს და როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით ანადგურებდნენ ევროპას და სწორედ ვენსის გამოსვლა იყო ამის ნათელი მაგალითი. პირდაპირ განაცხადა ამ ადამიანმა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეც და უბედურებაც ევროპისთვის არიან აი ეს ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის სათავეში. ეხლა აი ამ ჩვენმა ფარჩაკმა, ეგრეთ წოდებულმა პროევროპულმა ძალებმა წავიდნენ და ვენსს ეძახონ პუტინის შნირი და ტრამპს ეძახონ ის პუტინის დანიშნული და პუტინის შნირი. რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები იძახდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველაფერ ამას დაეთანხმა ვენსი თავისი გამოსვლით და წერტილი დაუსვა ყველანაირ მანიპულაციებს. ეს ყველაფერი მე რასაც ვლაპარაკობ, ესე იგი, თუ ადამიანს ოდნავ შერჩენილი გაქვს ობიექტურად აზროვნების უნარი, ძალიან მარტივი დასანახია. ამერიკელებმა უარი თქვეს დღევანდელი ფორმით არსებულ ევროპასთან თანამშრომლობაზე და ამ ადამიანებთან, როგორ თქვა, ამ ადამიანების დახმარებაზე და აი დღევანდელი ფორმით არსებული ევროკავშირის გაძლიერებაზე პირდაპირ უარს იძახის დღევანდელი ამერიკის ხელისუფლება. რაც შეეხება ამ კონფერენციაზე ზელენსკის ვიზიტს და ზურაბიშვილის ვიზიტს, აი ეს ორი ადამიანი ამ კონფერენციაზე წარმოადგენდნენ ერთი მკვდარს და მეორე ვენოქს. ამ კონფერენციაზე ზელენსკი იყო უბრალოდ გვამი და ზურაბიშვილი ვენოკი. სხვა ფუნქცია ამ ადამიანებს არ ქონიათ. ზელენსკი პირდაპირ აღიარებს და იძახის, რომ ამერიკელების დახმარების იმედი აღარ გვაქვსო და თქვენ ევროპელებმა არ უნდა მიგვატოვოთ და თქვენ ევროპელები უნდა დაგვეხმაროთო. აქ თუ დავფიქრდებით და პატარა ანალიზს გავაკეთებთ, აქვე სიღრმეებში არ გვჭირდება წასვლა. აი წარმოიდგინეთ, რანაირად წარმოგიდგენიათ, რომ ევროპა დაეხმაროს უკრაინას ამ ომში და გამარჯვებული გამოვიდეს ან ევროპა და ან უკრაინაზე საუბარი არ მაქვს. წარმოგიდგენიათ, რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება დაიყენოს თავი ევროპამ, თუ გააგრძელებს ღიად უკრაინის მხარდამჭერას. ეს იქნება ევროპისთვის გამანადგურებელი და სერიოზული საფრთხეების წინაშე დაიყენა თავად ევროკავშირმა თავი. უფრო სწორად აი ამ კალასებმა, შოლცებმა, ბორელებმა და ვიღაცა სირიკოებმა დედა უტირეს ევროპას და სერიოზული დარტყმის საფრთხის წინაშე დააყენეს ევროკავშირი და ევროპელი ხალხი. ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები მსოფლიოში. საერთოდ იცვლება სამყარო და ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და
ამ უსაფრთხოების კონფერენციამ დამარწმუნა კიდევ ერთხელ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ მხარეს დგას და რომ სწორ პოლიტიკას აწარმოებს. ამ კონფერენციამ დამარწმუნა იმაში, რომ შანსი არ აქვს გადარჩენის აი ამ გვარამიებს, ჯაფარიძეებს და ვიღაცა დედამოტყნულებს. და ამ კონფერენციამ დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოს ძალიან ახლო მომავალში იქნება მეტად ძლიერი და მეტად მომხიბვლელი ქვეყანა, ვიდრე არის დღეს. ამის თქვა მინდოდა აი ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და ამ ქაჯი ზურაბიშვილის და ამ ზელენსკების და ვიღაცების როლთან დაკავშირებით. რაც შეეხება აი იმ რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტარები იღებდნენ, ისევ ვენსის გამოსვლამ ნათელი გახადა, რომ ჩალისფასიც არ აქვს აი მაგ რეზოლუციებს. საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს იმ ადამიანების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, რომელ ადამიანებსაც ვენსი მოიაზრებს ყველაზე დიდ საფრთხედ თავად ევროპისთვის. ეხლა აი ეგ რეზოლუციები გინდა წვრილად, გინდა მსხვილად დაახვიონ და ერთმანეთს გაუკეთონ ტრაქში იმა გვარამიამ და ჯაფარამ. აი ეგ არის მაგ რეზოლუციის ფასი. მე პირადად აზარტში ვარ ჩავარდნილი და ძალიან საინტერესო პროცესები მგონია, რომ განვითარდება სამყაროში და მოუთმენლად ველოდები თუ როგორ განვითარდება პროცესები. როგორც უკრაინასთან დაკავშირებით, ისე ევროპასთან და ზოგადად მსოფლიოში.